გამორჩეული ბუნება, იდეალური ამინდი, რამდენიმე სასრიალო ტრასა და დამსვენებლების კომფორტზე ორიენტირებული გარემო. გუდაურში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია. პოპულარული ზამთრის კურორტი გამორჩეული ადგილია ყველასთვის, ვისაც ექსტრემი იზიდავს, ან უბრალოდ ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და დასვენება სურს. ადგილზე მრავლად იმყოფებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები, მათ შორის არიან ისინიც, ვინც წარსულში მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გათვალისწინებით გუდაურში დასვენება ტრადიციად აქცია. რატომ ირჩევს ყოველ წელს სულ უფრო მეტი დამსვენებელი გუდაურს? ნახეთ ჩალვა სუმბაძის სიუჟეტი. ეს გუდაურია. აქ ჩამოსასვლელად გრძელი მოგზაურობა არ არის საჭირო. საკმარისია სურვილი და რამდენიმე საათი და თბილისიდან პირდაპირ სათხილამურო ტრასებზე ხარ. აქ ზამთარი მხოლოდ სეზონი არ არის, ის თავგადასავალია. ყინულივით სუფთა ჰაერი, თოვლით დაფარული ფერდობები და მოძრაობით სავსე კურორტი. ერთ სივრცეში აერთიანებს ექსტრემს, დასვენებას და დაუვიწყარ ემოციებს. 80 კილომეტრის სასრიალო გზები კი გაძლევს შესაძლებლობას ყოველ ჯერზე ახალი შეგრძნებებით დაიმუხტო. გუდაურში სათხილამურო სეზონი 27 დეკემბრიდან გაიხსნა და მას შემდეგ კურორტი სრული დატვირთვით მუშაობს. დამსვენებელთა უსაფრთხოებისთვის კურორტზე მუშაობს სამაშველო სამსახური, ხოლო სასრიალო არეალებზე წესრიგსა და მონიტორინგს სკიპატრულიც უზრუნველყოფს. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ვიზიტორი არის ჩამოსული გუდაურში. ამისთვის MTA-ის გუნდი ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და მოწესრიგებული. მზადდება სასრიალო ტრასები, მათ შორის გათოვლიანებით, როდესაც გვაძლევს მეტეოროლოგიური პირობები ამის საშუალებას, გულისხმობ დაბალ ტემპერატურას, ყინვას, ასევე მზადდება სატკეპნი ტექნიკით. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რომელსაც ახერხებენ ჩვენი გუნდის მაშველები. სამთო სათხილამურო კურორტებზე მოთხილამური პატრულების რაოდენობა გაზრდილია, ვინაიდან უსაფრთხო გარემო იქნეს შენარჩუნებული, დამსვენებლებს ჰქონდათ უსაფრთხო გადაადგილების საშუალება და საჭიროების შემთხვევაში მტესიერი დახმარება აღმოუჩინონ. მოთხილამური პატრულები არიან გადამზადებულები, აქვთ სპეცაღჭურვილობა და დარჩებიან სამთო სათხილამურო კურორტებზე სეზონის დასრულებამდე. დამსვენებლები მთელი მსოფლიოდან გუდაურს უკვე წლებია ირჩევენ. ბევრი მათგანის კალენდარში საქართველოს ზამთრის კურორტებზე ვიზიტი უკვე ტრადიციად იქცა. ჩამოდიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ყველაზე ხშირად ისინი ხელმისაწვდომობას და სტაბილურად გამართულ სერვისს ასახელებენ. ლიტვიდან ჩამოვედი. ერთი კვირა აქ ვარ. ყველას ვურჩევ ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ აქ ყველაფერი იდეალურადაა. მაგალითად, ალპებისაგან განსხვავებით აქ მეტი თავისუფლებაა და იქ დიდი რიგებია, რაც დისკომფორტს ქმნის. აქ ყველაფერი უფრო მარტივადაა. ველოდით, რომ ძალიან სიცივე იქნებოდა. გაგვიმართლა და კარგი ამინდია. ყველაფერი მოგწონს. აუცილებლად დავბრუნდებით მომდევნო წელსაც. ფიქრობ, საუკეთესო ზამთრის კურორტია, სადაც ყოფილვარ. მეგობრებთან ერთად ჩამოვედი, ძალიან მომწონს აქაურობა. ყველაფერი გამორჩეულია, ხალხი, ტრასების კონდიცია, სერვისი. აქ ყველაფერია, რომ გაერთო. წლიდან წლამდე მზარდია ისეთი ვიზიტორების რაოდენობაც, რომლებიც თოვლიან მთებს პირველად სტუმრობენ და სრიალის გამოცდილებასაც მხოლოდ ახლა იღებენ. გუდაური ასეთი სტუმრებისთვისაც ღიაა. სერტიფიცირებული ინსტრუქტორები, როგორც ადგილობრივ, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევენ. ნელ-ნელა უწყობს გუდაურიც ფეხს, ეს ლიცენზიების გაცემა ინსტრუქტორებზეც უფრო და უფრო ხშირდება და ამასთან ერთად ეს ჯგუფური და ინდივიდუალური ეს უკვე არის მათ მოთხოვნაზე დამოკიდებული. ძირითადად არის ან ინდივიდუალური, ან კერძო ჯგუფები, რომ ან რაღაც 3-4 მეგობარი ერთად ჩამოდის, ერთ ინსტრუქტორს აიყვანენ და ერთად ვითარდებიან. ძირითადი ტურისტები ჩამოდიან არაბეთის ქვეყნებიდან, მცირე აზიიდან, აღმოსავლეთ დასავლეთ ევროპიდან და ასე თუ ისე მაინც აღმოსავლეთ ევროპიდანაც მოდიან და ევროპის ქვეყნებიდან. თუმცა გუდაური მხოლოდ სათხილამურო ტრასებით არ შემოიფარგლება. თოვლით დაფარულ ფერდობებს მიღმა კიდევ ერთი, უფრო თამამი თავგადასავალი იწყება. ცა, ზამთრის სეზონზე გუდაური პარაგლაიდინგის მოყვარულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს. უნიკალური რელიეფი, ხელსაყრელი ამინდის პირობები და მთებიდან გადაშლილი პანორამა ამ კურორტს ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციად აქცევს ზამთრის ფრენებისთვის. ზემოდან დანახული კავკასიონი კი ემოციას კიდევ უფრო ამძაფრებს.
favorite lovely place. I really like this place. მომწონს აქ ყოფნა. შესანიშნავი ადგილია, გამორჩეული გარემოა. ბევრ ადგილას მიფრენია მსოფლიოში და ვამბობ, რომ გუდაური ერთ-ერთი საუკეთესოა პარაგლაიდინგის მოყვარულებისთვის. ყველა პირობაა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღლა იფრინო. ეს იძლევა შესაძლებლობას როგორც დამწყებისთვის, რომ ისწავლოს, ასევე მოყვარულისთვის და პროფესიონალისთვის. ყველას ურჩევ გამოსცადონ აქ ფრენა. გუდაური ამტკიცებს, რომ ზამთრის კურორტი მხოლოდ სრიალი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც რამდენიმე საათში შეგიძლია ქალაქის რიტმს გაექცე და აღმოჩნდე ბუნების, ექსტრემისა და დასვენების ერთ სივრცეში. გუდაური მათთვისაა, ვისაც მთებში მეტი სურს ვიდრე უბრალოდ დასვენება.